რეფერენდუმის გარეშე მე არ ვიცი რა იქნებოდა ახლა საბჭოთა კავშირი გადარჩებოდა თქო ვერ ვიტყვი მაგრამ ეს პროცესი რომელიც წავიდა თვითგამორკვევის უკვე რესპუბლიკების ამ რეფერენდუმმა ყველას დაანახა ერთი რომ საქართველოს უკან აღარ დაიხევს ეს ამ პირველი მდივნებისთვის და იმ შუააზიელი ბეგებისთვის და ბეიებისათვის გახდა აბსოლუტურად ნათელი და ეს იყო მათი შანსი მან დაინახეს შანსი რომ აი ეს დერეფანი ეს არის მათი გასასვლელი ცივილიზებულ სამყაროზე, რომელთანაც ჭირდებოდათ მათ ურთიერთობა იმისათვის, რომ თავიანთი დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ და უეცად ახლა აი ამ ტიპებმა უეცად დაინახეს, რომ რაღაცა მივცე ის ნავთობი და გაზი რულს კაცო, აგერ მეკავხედი და მეტამრჩება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო ამ რეფერენდუმის შემდეგ ხდება ყაზახეთში ჩადიან ამერიკელები და ყაზახური ნავთობის ხელშეკრულებას შეთანხმებას უნდა მოეწერო ხელი და ყადარბაევმა გადადო. და უკვე დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ პირველივე წელს აწერს ამას. რღვევის პროცესები წავიდა. ხო, უკვე ანუ ყველანი მიხვდნენ იმას, რომ ეს აღარ გაჩერდება. ყველა ხედავს, რომ საქართველოს უკან რეფერენდუმის შემდეგ ბრუნება უკან შეუძლებელია, ხო? ნუ ახლა თან გამსახურდია ის. ამან სუსხვა ატმოსფერო შექმნა, ამიტომ ამ რეფერენდუმი არის ფასდაუდებელი. არა მარტო ჩვენი თავისუფლებისათვის, არამედ იმისათვის, რომ ბევრ რესპუბლიკას შეძლო აი ამ ვითარებაში უკვე პოზიციის დაკავება და აი ამ მოწოლის შეკავება რომელიც მოდიოდა ცენტრიდან რომ ახალ სამოუკავშიროს მოვაჭროთ ხელი და იმდენად აეჭრათ სიტუაცია რომ ნუ მერე პუჩის მცდელობა არის ხო